მოკლედ შვედეთზე ჩვენ ბევრი კარგი რამ გვსმენია. ერთ-ერთი უმაღლესი ბედნიერების ინდექსი, უძლიერესი ეკონომიკა და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ადრე კრიმინალური სამყარო ევროპაში არსებობდა ბრიტანეთში და საფრანგეთში და ლონდონი და მარსელი იყო კრიმინალური სამყაროს ორი უმსხვილესი ქალაქი. ეხლა ამ ორ ქვეყანას თამამად შემოერთდა შვედეთი და ქალაქი მალმო თამამად შეიძლება ვაღიაროთ კრიმინალური სამყაროს მესამე დედაქალაქად. რამ გამოიწვია შვედეთში კრიმინალური სამყაროს გაძლიერებამ? რატომ გაიზარდა სროლების, აფეთქებების, სექსუალური ძალადობის მაჩვენებლები შვედეთში? ყველაფერი არის შვედეთში ჩამოსული ემიგრანტების ბრალი. შვედეთი საკმაოდ კარგად ექცევა ემიგრანტებს, აძლევს თანხას და საცხოვრებელ ადგილს. ამ აზრზე დაყრდნობით, უამრავი უდანაშაულო მოქალაქე ავღანეთიდან, ერაყიდან, სირიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც იყო მუდმივი ომები, ცხოვრება იყო შეუძლებელი ტერორისტული ორგანიზაციების გამო, მოქალაქეები გაიქცნენ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. შვედეთი იყო მათ შორის ერთ-ერთი და შვედეთი საკმაოდ კარგად ექცეოდა ემიგრანტებს და ექცევა კიდევაც. კი, სახლებს აძლევენ ყველაზე უხეშად რომ ვთქვათ, ქალაქის მიგდებულ რაიონებში, მაგრამ ეს მაინც უკეთესია ვიდრე ომის შიმშილი და ის აშინელებები, რაც ემიგრანტებს ელით სახლში, სამშობლოში.